ვიდეო ჩანაწერი სახელწოდებით ირაკლი ქერაშვილი არის არადა მოცულობის 4 წამის ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერში ასახულია რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რომლების მიმართულებით სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილი ისვის ფეირვერკს. მე მაკითხვა ეს სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილი ისვის ფეირვერკს ეს მოემართება რომ ირაკლი ქერაშვილი არის სავარაუდოდ თუ სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილი და ისვის ფეირვერკსაც მიმართულებით პოლიციელების სავარაუდოდ ირაკლი ქერაშვილი. შეხორე პოლიციელების მიმართულებით სასახადის სვრის? დიახ. ანუ კადრებში თქვენ რომ დაათვალიერეთ მე ჩავთავ წესით ამ კადრებს. გადაჭრით შეგიძლია თქვათ რომ ირაკლი ქერაშვილი შეიძლება ამ 4 წამიანში არ ჩანს ანდრაც არის კონკრეტულად ფეირვერკის როლის მომენტი გვაქვს ჩვენ გამოთხოვილი მაგრამ შემდგომ უკვე გაგრძელებულ კადრებში უკვე ჩანდა. შემდეგ უკვე გადადიოდა ეს კადრები სხვადასხვა პიროვნებებზე, სხვადასხვა ქმედებებზე და შემდგომ უკვე ჩანდა სადღაც პოლიციის თანამშრომელი. შესაბამის კონტექსტიდან ამოღლეჯილი იქნებოდა მაინც ცალკე პოლიციის თანამშრომელი რო გამოგვეთხოვინა და სრულად რო გამოგვეთხოვა უკვე ძალიან დიდი ვიდეოები იქნებოდა შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ კონკრეტულად ქმედების ამსახველი კადრები გამოგვეთხოვა. ნახეთ ქმედებას რა ვარ თქვენ ეს საზღურისხოთ ანუ თქვენი ფეირვერკის როლის მომენტი. დამაინტერესებს პატახში როგორც იყო მიცებული სავარაუდოდ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე იყო საუბარი ხომ და ფეირვერკის როლა ცალკე აღებული ხო არ არის სისხლის სამართლებრივად დაჭრადი ქმედება და მით უმეტეს მაგ მომენტში ადმინისტრაციულადაც არიჯებოდა როგორც მახსოვს და ფეირვერკის გასვლის მომენტი რატო იყო საინტერესო გამოძიებისთვის საინტერესო ხო არის თუ კი ჩაიდინა ადამიანმა მარცხა წინააღმდეგო და ბრალული ქმედების ამსახველი გამოგეთხოვა ფეირვერკის გასვლა ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად როგორ ამბობს თქვენ? ამუშავებო როგორ არა ჰორიზონტალურად პიროვნებების მიმართულებით? ბატონებმა ნახეთ შეხედეთ ნახეთ მან თავარი ასე ის არის რომ თქვენ ასე პასუხით რომ ფეირვერკის გასვლა იყო მნიშვნელოვანი ხო ამოგებოთ ესე იგი ანუ ეს თქვენ გადაჭრით რომ ფეირვერკის გასვლა უნდა ფეირვერკის გასვლა ჰორიზონტალურად კონკრეტული პიროვნებების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის კონკრეტული პიროვნების მიმართულებით არის გასვლილი მაგ ვიდეოში 4 წამიან ვიდეოში სად ჩანს მაგაზე გითხები მაგ 4 წამიანში არ მახსოვს შეიძლება არ ჩანდეს განმარტა მოწმე რომ შემდგომში ჩანდნენ პოლიციის თანამშრომლები მაგრამ საკმაოდ სხვა გარემოები ჩანდა რის გამოც ეს შემაჭრები არ დაერეთო საქმეს ანუ განმარტება გაარსა რომ ეს ფეირვერკი რო ეჭირა ადამიანს ეგ არის საკმარისი და ეს ჭირდება გამოეჭირა რა რო ისროდა გინდაც ისროდა გინდაც ეჭირა მაგრამ რო არ ჩანს სად ისვრის ვის ესვრის ვინ დგას სად დგას ანუ ეგ ამის მოცემული ანუ თქვენ გაინტერესებთ ინფორმაცია საკმარისი იყო თუ არა მიიჩნიეთ თუ არა წარმოდგენმა მოწყობილ ხო ნახეთ ბატონო მოსავალ მეუბნება მე არის ვიდეო მე არ ვიცი რა ვიდეო არის მე არანაირი ვიდეო არ ჩანს და არც არის და მაგიტომ მეკითხები ანუ რატო არ იქნა გამოთხოვილი რატო იქნა ჩაცვილი რომ ეს არის საკმარისი ინფორმაცია რაც უნდა გამოეთხოვა იმიტომ როგორც წესი ზოგადად თლიანი ვიდეო მოაქვს ხოლმე გამოძიებას მაგრამ ამ შემთხვევაში ამოჭრილი არის და მეუბნება გამოძიება მე ჩანსო მე არ ვიცი მე რა ჩანს მე უსვამ კითხვას რატო გადასწრა რომ ეს ამოჭრილი იყო 4 წამი სადაც არ ჩანს არც მეორე მხარეს ვინ არის თუ გვერდზე ვინ არის თუ რა არის და ასე ვთქვათ დიდი რაკურსით არის გადაღებული ესა და ეს პიროვნება. რატო გადაწყდა მაგ მომენტში? ანუ როგორ აკეთებდა ამ გამოთხოვას? ამაზე ხო ვისაუბრეთ? ბატონო. როგორც ვარ ბატონო. ანუ თქონდა პროტესტი. კერაშვილზე ამბობს რომ ეს საქმისთვის მნიშვნელოვანი იყო უსვამ კითხვა საქმისთვის მნიშვნელოვანი რა არის სავარაუდო დანაშაულული ქმედება თუ ფეირვერკის გასვლა? ფეირვერკის გასვლა არ არის დანაშაული. ბატონო მისამართებდა რითი მიიჩნია რომ საქმეთან აუცილებელი ინფორმაცია იყო ამ ნაწილის ამოჭრა. რა ვიცი სხვა კითხვა არის. მიიჩნია და მიიღო. ამაზე ვისაუბრეთ. შემდეგი შეკითხვა დავუსვათ ბატონოს. ანუ აცილებული არის ეს კითხვა.